თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები ლეგიტიმურად რუსთავშიც გამოცხადა. რუსთავის არჩეულ მერს დავით ჯიქიას 12 ივლისის მერის არჩევნების შედეგები შემაჯამებელი აფხმინ ნომერ მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა გადასცა. დავით ჯიქია მერიის სამსახურებს უკვე შეხვდა და საბოლოო გეგმებზეც ესაუბრა. როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არჩეული მერის სტატუსი მას განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს და ყველა ეს საკითხი, რაზეც მას უკვე გავლილი აქვს კონსულტაცია ქალაქის მოსახლეობასთან ეტაპობრივად აუცილებლად გადაწყდება. დავით ჯიქიამ განცხადება მოსალოდნელ ორგანიზაციაზეც გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მერიაში ძირეულ საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს. ძირეული ცვლილებები არ იგეგმება, რაღაცა კატეგორიის ცვლილებები იქნება, სამსახურებს შორის ახალი კანონიდან გამომდინარე სამსახურების გამსხვილება ხდება ზოგადად. გარდა ამისა, სავარაუდოდ მოადგილის რაოდენობა შემცირდება ერთით. დანარჩენი პროცესი დაიწყება უახლოეს პერიოდში. მუშაობას რაც შეეხება ზოგადად 24 საათიან რეჟიმში იქნება მუშაობა, რომ ქალაქში საკმაოდ დიდი პრობლემები, ბევრი პრობლემები ამ პრობლემებს მიხედვით ჭირდება და ამ პრობლემებს თქვა 1 და 2 დღის მუშაობით არ ეჩვენება მას მუდმივი რეჟიმში 24 საათიან რეჟიმში მუშაობა ჭირდება.